TV პირველს და ფორმულას რომ გაემეორებინა ხელისუფლების ხაზი, ანუ ხელისუფლების პროპაგანდა რომ ერთ-ერთში დაეკოპირებინა, აღარ გამოვიდოდა, ხო? ეგ ძალიან დაიწვებოდნენ. ძალიან ისე გამოჩნდებოდა, რომ ანუ ხელისუფლება ამბობს, რომ შენ რაღაც ნაცებზე გაყიდული ხარ, ან 1500 კაცი ხარ და იგივეს ვერ გამოვიდოდა. იგივე გამოვიდოდა, ხო? როგორც ახლა იმედი, პოსტივი, რუსთავი რა, კოპი პეისტია, ერთ ჩატშია ჩაგდებული. ერთი ჩატია უეჭველი რა. მაგ სარედაქციო იმას ვინც ხელმძღვანელობს უეჭველი ერთი კაცია აკეთებს. ხო და აი იგივე გამოვიდოდა. უყურე მაგათ რა ტაქტიკა გამოიგონე, ესა მოიფიქრეს რომ. მოდი საერთოდ არ ვახსენოთ. მოდი საერთოდ დავაიგნოროთ 20,000 ადამიანი, რომელიც სამართლიანი რაღაც მოთხოვნით არის ქუჩაში გამოსული და მოდი ხალხო დავფიქრდეთ, ეგ რატომ ხდება ასე? ანუ რაც ხელისუფლებას არ მოსწონს. გადამწყვეტ მომენტში TV პირველი და ფორმულა ხელისუფლებას რაც უნდა. ხელისუფლებას ხო უნდა რომ TV პირველმა და ფორმულამ არ გააშუქოს. ხო ხელისუფლებას ეგ უნდოდა. ეგ რატო გააკეთა? როგორ ფიქრობ? იმიტომ რომ ხელისუფლებას ეგ უნდოდა. ხო, მეც მასე მგონია, იმიტომ რომ ხელისუფლებას ეგ უნდოდა რაც უნდოდა. ხო, არა, შეიძლება მე ვწდებოდე. მაშინ რა ვიცი, კონტრარგუმენტი დამიწეროს ვინმე. მაშინ საპირისპირო ლოგიკური არგუმენტი მითხრას ვინმე. რატო არ გააშუქა გუშინდელი ჩვენი ღონისძიება კრიტიკულმა მედიამ? და აი რა მაინტერესებს, აი უბრალოდ კიდევ ერთხელ ნახე. ჩვენ გვაქვს შემდეგი სურათი ქვეყანაში. ჩამოდიან არაბები და მოაქვთ არანორმალურად დიდი ფული. ან ფული, რომელიც აღემატება ბიძინა ივანიშვილის თელ ქონებას. აი ამდენი ფულით მოდიან და აი ყიდულობენ საქართველოში მიწას. ააშენ ქალაქი და იქ გაყიდონ უცხოელებს. აი ამ პროცესთან მოიტანეს ფული, ყიდულობენ მიწას. და აქ ვინც აი ამას ყიდის, ის იძახის, აი ეს გაყიდულია ამას რა კრიტიკოს. აქ რა ხდება? არიცი ეგ არის. აი რასთან გვაქვს საქმე? ხო რაღაცა ხოში, ან პროცესია, როგორ იცი, აი კინოსებურ სტილში რო გადაიღო, აი სამასის პარტელის. როგორ პროცესია, იცი, აი ეს ხელში იღებს ახლა ფულს იღებს და კი აგერ მიწა და აძლევს ამ ფულს იღებს ახლა ჯიბეში იწყობს და გვერდიდან მოხვედი და რასაკეთებთ ხო? რასაკეთებთ? რატო ყიდით? ქართულ მიწას ყიდით, ეუბნები, რასაკეთებთ აქ ვინ მოყავთ ამას ეუბნები და გაყიდულია. ბიჭო, რა ხდება? ანუ რაღაცა იმაში ვზივართ, პატარა რაღაცა 5 კამერა გვაქვს თელა, რაღაცა პატარა ოთახი მოწყობილი. ავია ერთი შეხედვითაც შეუიარაღებელი თვალ ჩანს, რომ არც ფული გვაქვს, არც შესაძლებლობები და მიზერული რასაც ხალხი ერთად ვაგროვებთ ჩვენიანები, მაგითი ფუნქციონირებთ და თან რას ვაკრიტიკებთ, რომ ვიღაცა მოდის არანორმალური ფულით, აი როგორი ფულით მოდის, ძე ყველას იყიდის. აა TV პირველი და ფორმულას ვერ იყიდიან. ვინმეს თუ გაყიდვა უნდა, TV პირველს ვერ. ანუ ის მოდის და მთავრობა იყიდა რა, მაგ ხელა კუშით შემოვიდა, რომ მთავრობა იყიდა, კაცო, იმის იქით ვინც არის ნებისმიერს იყიდეს. ისინი არ გაიყიდებენ. ამ დროს ეუბნები, რომ ბიჭო, რას აკეთებთ ახლა, რას კადრულობთ მიწას, რომ რატო ყიდით, აქ უნდა ჩაასახლოთ უცხოელები რა და თან რისკზე ძალიან სახიფათო რაღაცა, რისკზე მიდიხარ ახლა ამათ თავში რა მოუვარ. ეხლა შეიძლება ჩვეულებრივ რიგი თანამებრძოლს არაფერი არ ემუქრებოდეს, მაგრამ ეხლა შენ რო ამ თემას ხელმძღვანელობ, რისკზე მიდიხარ. აი მოდი მე უფრო ხატოვნად. აკიდული კიდე. მე უფრო ხატოვნად წარმოვაჩენ ეხლა სურათს. ანუ მთავრობამ გვიამბო კი არა, ხელი მოაწერა კაცო უკვე და ოღონდ გასაიდუმლოებულია ეს კონტრაქტი. უბრალოდ სიტყვაზე მენდეთ ბიჭი. კი. სიტყვა აი მილიონჯერ ხო მოგატყუეთ, რა ვიცი, Deep State-მა
მაშინ სტეიტმა რაღაც გვაიძულა და მაშინ მოგატყუეთ, იმ დროს მოგატყუეთ, ღარიბაშვილთან მოგატყუეთ, გახარიასთან, იმასთან, მილიონჯერ მოგატყუეთ, მაგრამ ეხლა მენდეთ სიტყვა. ეხლა მენდეთ, ეხლა უეჭველი არ ვიტყუეთ. ერთს დავამატებ, გასაიდუმლოებული რო არის და რო ეკითხე ბიჭო, კი, მაგრამ ეს გასაიდუმლოებული რას გპასუხობს, ცი, რატოა, ცი? არა, პრობლემა, მე მეკითხავსო, კაცო, ეს ხო მიღებული პრაქტიკაა, გასაიდუმლოებული, იმიტომ რომ არ იცოდე. არა, თან არა. გასაიდუმლოებული რატოა, იცი? არ უნდა იმას. გასაიდუმლოებული არის, მაგრამ მე მკითხე და მე გეტყვი. მაგრამ მე გეტყვი. საჯაროდ გეტყვი. რო ეუბნები არ მინდა შენი საჯარო, მოდი რა, ის დაწერილი რაცა გამოვაქვეყნოთ. არა კაცო, რაშია საჭირო, მე გეტყვი, მე მკითხე. ჩემი გჯერა? ჩემი გჯერა, ხო და მე ვიგებთ ამ არაბებისგან რომ უნდა ავაშენოთ ორი ქალაქი, რაღაც კოსმოპოლიტური თავშესაფარი უნდა იყოს ყველას მოეწონება, ყველა ჩავასახლოთ $100,000 სანაცვლოდ ბინადრობა მივცეთ უცხოელებს და ეს თვითონ არაბიც პირდაპირ ამბობს, კაცო, TV იმედის ეთერში, რამე დაფარული კი არის, დეკლარირებულად აცხადებს, რომ 60% გაიყიდებაა უცხოელებს. და შენ რო ეუბნები რომ კი, მაგრამ ამან ეს თქვა, რა პასუხი ეცი? არ მოგის ხო და შენ რო ეუბნები ბიჭო, არ ხდება. აი მე რა. არა, მაგაზე უყურე, მე კობახიძე გამოდის მე იმაზე პარლამენტის ტრიბუნიდან, გეუბნება კი კაცო, აგერო 4 წლის განმავლობაში უკვე 60,000 ბინა გავყიდეთ უცხოელებს და მე რა? ეს რა? მე რა რომ მოსახლეობის 10% უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ეგ არის, მაგრამ მე რა? ჯერ ხომ ვართ, ჯერ ხომ ვუძლებთ, ჯერ ხომ რა არის? და სულ რაღაცა რომ მოხდეს, კაცო, თბილისის ემირი რო იყო, მაშინ ხო გაუძელით. სულ რო გაფუჭდეს, სულ რო თბილისის ემირი დაждდეს, მაშინ ხო გადავრჩით, ეხლაც გადავრჩებით. და შეიძლება საერთოდ აბოთფილელიც გაჩნდეს იმათში. ამიტომ ღირს ეს ყველაფერი და ბჭო ხალხი გამოვედით, 20,000 კაცი გამოვიდა, რა, ათეულობით სასულიერო პირი გამოვიდა, რაღაც წინ დადგა საერთოდ დემონსტრაციულად ყველას აჩვენეს, რომ ჩვენ ვართ ამ ყველაფრის ავანგარდში, მათ შორის ერი, ბერი ერთად გამოვიდა ქუჩაში, წვიმაში, იმაში, თოვში, სიცივეში. და ხალხს გვაინტერესებს, არ მოდი რა, ეს გამოაქვეყნე ეს შენი კონტრაქტი. და ამაზე ხელისუფლების პასუხი არა, თქვენ სულ იყავით 1500 კაცი. გაიყიდეთ. და საერთოდ გაიყიდეთ, თქვენ ნაცებზე გაიყიდეთ. და ვისაც ნაცებს ეძახიან, ის მედია საერთოდ არ გაშუქებს, ან გაშავებს. ეხონ ნიშანდობლივია, ხელისუფლება გაბრალებს შენ ნაცებზე გაყიდული ხარო და ვისაც ნაცებს ეძახიან, იმათი მედია ან გაიგნორებს, არ გაშუქებს, ანუ ხელისუფლების საქმეს აკეთებს, ან პირდაპირ გიტევს. და მან ნახე რა, აი რა, მოდი დასკვნა გამოვიტანოთ. რა შეიძლება აქ იყოს? ერთს დავამატებ, ნახე, თან ხელისუფლების საწინააღმდეგო მედია, რომელთან რანაირად კავშირს აქვს შენ გაბრალებით, რო არ გაშუქებს, ამათი არგუმენტი რა არის, იცი? ნახეთ, TV პირველმა და ფორმულამ რა მაგრა გააშუქეს ესენი. ხო, ესენი ნაცები გა. ეგ ეს თქვეს, ხო? არ გაგვაშუქეს, ბიჭო. არ გვახსენეს და რა ხდება? ანუ ეგეც შენ დაგბრალ. ესე როგორ შეიძლება ასეთი ტყუილები იყადროთ? ანუ არ გაგვაშუქეს და თან ნაცობა დაგვაბრალეს როგორ იცი? იმად გაგაშუქეს და ნაცობა ხო არის, აი კაცი რაღაცა ხო არის? აი ხო ის კაცი, აი ერთხელ აი ცხოვრებაში მომსვლი ეგეთი, ანუ იმდენად თავხედურად კაცი იტყუებოდა, ერთხელ რომ ვერ მოვითმინე და რაღაც კონფლიქტი მომივიდა. აი ხო არსებობს რომ აი თვითონაც რო იცი, რომ შენს არ გჯერა, თვალებში გიყურებს და ნაგლად რო გატყუებს. აი შენ რო არაფრად არ მიაჩნი ხარ და თვითონაც რო ხდება მაგას და შეგნებულად რო გიბეკ ხო აი შეიძლება ჭკუიდან რაღაც შეიშალო და ვიცი რაღაც ცუდი რაღაცა გააკეთო და აი ხელისუფლების აი პროპაგანდისტებს ახასიათებთ ეგეთი აი როგორი თავხედური ის იცი აი აქეთ რო გიტევს რაღაც წავიკითხე პოსტი ვიღაცამ ჩამიგდო ვიღაცა ოცნების მომხრე წერდა არ ვიცი ვიღაც სპიკერი იყო თუ სახელი და გვარი არ მახსოვს რომ ეს ისო რა ქვია მაგას ხელშეკრულებაო შეიძლება თავიდანვე განწირული იყოსო
ჩავარდნისთვის და არაბებს სპეციალურად ჰქონდეთო ჩაწერილი იმ კონტრაქტში ისეთი პუნქტები, რომელიც გულისხმობსო ფინანსურ ვალდებულებას სახელმწიფოზე. ანუ თუ ჩაფლავდაო ეს პროექტი, სახელმწიფოს მოუწევსო გარკვეული ანაზღაურების გადახდა იმ კერძო არაბული კომპანიისთვის და ესო დაუშვებელი არისო. ხო, და უყურე მე რას წერს. თქვენო ვინც ამას აპროტესტებთო. წინასწარ რატო არ დაიწყეთო ამის პროტესტი? აი, როდესაც პირველად გაჟღერდაო საერთოდ ема არა ჩვენ დავიწყეთ 1 წლის წინ როგორც კი გაჟღერდა ამ არაბებზე. ანუ თურმე ეგეც ჩვენი ბრალი იქნება, მიხვდი? ანუ არაბებზე ჩვენ გავიხსენე. ანუ იმ არაბულ, ანუ ეხლა შეიძლება ვიღაცამ ვერ გაიგო. უყურე აი ტვინი. ანუ ხელისუფლებამ რომ შემოიყვანა ეს არაბები. ჩუმად მოაწერა კონტრაქტს ხელი, სადაც კაბალური პირობებია და მე გასაიდუმლოება მოხდა იმის თავრობის განკარგულებით, ეგეც ჩვენი ბრალი ყოფილა. და თან ეგრო ვერ შევაჩერეთ. მიხვდი? ეგეც ჩვენი ბრალია. ჩვენ თუ გაყიდულები არა ვართ, მაშინ უნდა გვეწყო ამის შეჩერება და არაბებმა ხო შემოვიდნენ და იფიქრეს ეხლა მოვისყიდით ვიღაცებს, ვინც ამ თემაზე იხმაურებენო. ამ მოსყიდულები ჩვენი არაბების მოსყიდულები ჩააგდებენ ამ პროექტს და ჯარიმას გადაახტევინებენ მე საქართველოს. ანუ სხვა სიტყვებით რო თქვათ, რა გამოდის აი ხა უყურე რა. რანაირი რაღაცა დაყენებადი ყოფილა ესე იგი ამ ქვეყანაში. ანუ მთავრობამ შემოიყვანა არაბები ყიდის სახელმწიფო ანუ ტერიტორიას ყიდის არაბებზე და ის არაბი თუ აღმოჩნდა თაღლითი ეგეც ჩვენი ბრალია. ეგ ჩვენ რატო ვერ გავშიფრეთ? ხელისუფლების ბრალი კი არის, ჩვენ რო ეუბნებით, რომ ნუ შემოყავთ, კაცო ეს ნუ შემოყავთ. ჩვენ ვართ მოსყიდული არაბის მიერ, იმიტომ რომ ჩვენ თავის დროზე არ დავიწყეთ ამაზე ხმა. ხო, ჩვენი გამოყენებით მე იმანი თაღლიდა. ბიჭო, აი კიდე არაბები ნუ შემოყავთ რა. მე რა ბოდია, აი ნუ რაღაცებს ნუ ბოდია, просто არაბები არ ჩამოასახლოთ რა. ხალხი არაბები ჩამოყვანას გაანები. კიდე აი რა ის იყო იცი არგუმენტი. ისევ ხელისუფლების, არ ვიცი ეს ხალხის რომელ ინკუბატორში იჩეკება ან სად პოულობენ ამათ. ბიჭო, ხალხი წერს რომ არ გვინდა რა ეს არაბიზაცია და უცხოელების კომპაქტურად ჩასახლება. აბა სააკაშვილმა რომ 2007 წელს ვიღაც თურქებს მისცა, ბიჭო, ცუდი იყო ის სააკაშვილი. ცუდი იყო რომ ვიღაც თურქებს დაურიგა მოქალაქეობა. მაგიტომაც გადავირჩიეთ ეგ კაცი და ეხლა რომ შენი მთავრობა იგივეს აკეთებს, ანუ ეგეთი დებილობა არგუმენტი როგორ შეიძლება რომ შენ პრეტენზიის სახით წაგიყენო. მე რა მაინტერესებს, მართლა მაინტერესებს ამაზე პასუხი. ის კი არა, აი პასუხი მაინტერესებს, ლოგიკა რა არის? აი შემოდის არაბეთიდან ეგრეთ წოდებული ინვესტორი 7 მილიარდი. იმდენი ფულით, რამდენიც აქ არავის არ აქვს. ჩვენზე ამ დროს, ჩვენ რომ ამას უპირისპირდები, ჩვენზე ამ დროს იძახიან, რომ თქვენ გაიყიდეთ, ხო? გაიყიდეთ რას ნიშნავს? გაიყიდეთ ნიშნავს, რომ თუ ეგრეა, ჩვენ იმ რეჟიმში უნდა ყოფილიყავით მანამდე, აი სანამ გავიყიდებთ, რომ აი სადაც ფული გინდა შოო და ეძებ აი ვიზე გაიყიდო, ხო? ხო ეგ არის. ეგრე ხდება რომ ვიღაცა გაიყიდა და მოი დაუშვათ მასეთ რეჟიმშია ვიღაცა. ჩვენ დაუშვათ აი მასეთ რეჟიმში ვიყავით რომ ეს ვზივართ და ეხლა უნდა გავიყიდოთ რა. და შემოდის ყველაზე მეტი ფული, ივანიშვილზე მეტი ფული აქვს ვიღაცა შემოვიდა და თან მაგარ საქმეს აპირებს. და ამას უყურებ, აი ყიდულ მთავრობა იყიდა რა, აი პრობლემა არ აქვს, ყველას ყიდულობს, აი ვინც წერს ახლა ინტერნეტში, ეგ ხალხით ნაყიდია მთავრობის ანამატი. ჩვენ აი გაყიდვა გინდა და ნიშას მივეყიდო. აი გეგმა რა არის. რა, ანუ რატო თუ გაყიდვა გინდოდა?
აი გაყიდვა გინდოდა მიშა სადღაც გამომწყდებულია პამპერსებით დადის ციხეში გაუბედურებული ტელევიზიის ფული აღარ აქვს გაფარჩაკებული იმას ვერ ეხდიან რა ქვია იმის ანტენის ფულს ვერ ეხდიან ეს TV პირველი და ესენი ჩახსნილები არიან ანტე 22000 ლარი რო არის ხო იცი ეგ მანდედან ჩაიხსნენ ახლა TV პირველი ანუ თელ საქართველოში კი არ მაუწყებია ან ტიპებს დარხეული აქვს აი არაც უცენზურო სიტყვა არ მინდა გამოვიყენ დარხეული აქვს ფინანსებზე და შენ ვიღაცას რო იყო ახლა ჩვენ რო ვიყოთ აი გაყიდოა კი ანუ ბიძინა ივანი მიზე გავიყიდო და 7 მილიარდი შემოვიდა არავინ მთავრობა გაიყიდა რა ეგეთი ვიღაცა შემოვიდა და აი გაყიდო და მოდი მიშაზე ვიყიდო კი არა თან უყურე ეგ ხდება თან უყურე როგორი კიდე რომ უფრო ჩახლართული კონსპიროლოგია ანუ ჩვენ ხომ პარალელურად კრემლის აგენტებიც ვართ ეგ ყველას დაავიწყდა კაც ჩვენ ხო ეგ ყველას დაავიწყდა ჩვენ ხო პარალელურად პუტინი კრემლს ფული აღარ აქვს უყურე გეტყვი ვაფშე მაგარს გეტყვი მაგარ კონსპირაციას გეტყვი ჩვენ ხო ეხა იმის კრემლის ბასრი ძალა ვართ ხო და უყურე ესეც ხო ოცნების ერთ-ერთი გაправებაა რომ კაროჩე ეგ ბიძინამ და კრემლმა ეხლა იქ აფხაზეთში იცვლება ეს ყველაფერი რა სინამდვილეში ბიძინას ფულია მიხვდი? ოღონდ პირდაპირ რუსები ხო რო არ შემოვიდნენ აქ ეგ აღარ გამოვა იმიტომ რუსებთან რო ეხლა ომი მქონდა რაღაცა და არაბები არიან შუამავლები და ჩვენაც ხო და უყურე ხო ამ დებილობას ყვები ჯენტლმენი უნდა ჭიშირო ამი ხო და უყურე სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ბიძინას და პუტინის ნაგახადოვაჭკა ბიზნეს 6 მილიარდია ეს სინამდვილეში. აფხაზეთში გაიცვალა, ანუ აფხაზეთს გვიბრუნებს ბიზნესა ოღონდ. მე ხა ჯერ არა, მაგრამ მე 2000 რომელიღაც წერს. უბრალოდ ხა არაბები არიან ისეთი ყველაზე ისეთი რა, მედიატორის ფუნქციას ასრულებენ. ანუ ეს არის ხელისუფლების ყველაზე ბოდვა, რაღაც რეპტილოიდური კონსპიროლოგია და ჩვენ, უყურე ხა ჩვენ ვინა ვართ ამ შემთხვევაში. ანუ რუსებს შევხედეთ, ფული არ ექნებათ რუსებს რა, იმიტომ რომ ომში აგებენ. ხა ტრამპი დაასჯის პუტინს, აი ხა ხო და ბიზნეს არ აქვს ფული. არაბებს არ აქვს ფული და ჩვენ ხა დავჯექით და ვიზე შეიძლება მივე, ვის შეიძლება მივე. ნაცებს. და მე რა მაინტერესებს. ნაცებმა რა ფულით გვიყიდეს, იცი, გეტყვი ნაცებ. რომელი ფულით გვიყიდეს? ნაცებმა ოფისი ხო გაყიდა. ნაცებმა თავისი ოფისი ხო გაყიდა. თავისი სათაო. მე რა მაინტერესებს. და აი აუქციონი ტარდებოდა რა, აი ამდენი ღირს ახლა ჩვენი მოსყიდვა და აი ნაცებმა არაბებს გადაუჯოკრეს ავისი სათაო. ანუ ნაცებმა რა ქნეს, იცი? მთელი თავისი მოღვაწეობა ხო კაცო თვითონაც ეგეთი ლიბერალურ პოლიტიკას ატარებდნენ, ანუ სააკაშვილის დროიდან დაიწყო ეს უკონტროლო მიგრაცია და ეგეთი ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა, მაგრამ აი ხო იცი სიკვდილის წინ რომ იმ დარტ ვეიდერი ხო იცი რომ გაიხსენებს თავის წარსულს და იმას რომ მოკლავს იმ რა ქვია ბოროტს იმპერატორს და იმ თავის შვილს რო გადაარჩენს, აი ეგეთ რაღაცას აკეთებს მე რა მაინტერესებს. დასასრულის წინ კარგ საქმეს უკეთებს საქართველოს. ხო, ნაცების მხარე, აი ლელომაც რაღაცა თავიდან ილაპარაკა ამ თემაზე. ხო, მაგრამ ეხლა რაღაც ყველა ნაცების, ეხლა როგორ არის ციან თემაზე? აი გეუბნები, აი ხო, სინამდვილეში მაგისტვის, მე მგონი მაგისტვის იყვირეს. ჩვენზე ეთქო მე ოცნებას, რომ თქვენ და ერთი ხარ. აი რა მაგისტვის იყვირეს. ეხა არიან, აი გუში ჩატარდა ყველა დიდი აქცია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქცია არც ვაჩვენოთ. ბოლო ზოგადად დიდი აქცია. რაც კი ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ჩატარდა, ერთ-ერთი მსხვილი დიდი აქცია იყო გუშინ. კი. დამოუკიდებელი მედია, რა თქმა უნდა, კაცო. აი მე რამე მედია ვარ. რა მაინტერესებს, იცი, აი, ეგ გრემუშაობს, აი რომ მეგობრებო არაბები არ ჩამოასახლოთ რა. არ შეიძლება. ეგ ქვეყნისთვის მავნებლური საქციელია, პოლიტიკაა. თქვენ ნაცებზე გაიყიდეთ, აი ეგ არის მაგის პასუხია, ანუ ჩამოვასახლოთ? ანუ კარგია ჩამოსახლება. აი პასუხი. აი
ეს გადატანა გავიგე კაცო. ეს რაღაცა ერთი ადგილის თამაში გავიგე. რომ ეს თქვენ გაიყიდეთ. თქვენ მე მგონი დიფთეიტი აი რაღაცებს გავიგე ეგ პასუხი. ეგ არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს. არაბებს რატო ასახლებთ? აი ამაზე გაანები რა რაღაც მაიმუნობას თავი რა, რომელზეც არავის არ ჯერა. და საერთოდ არაფერთან არაფერ შუაში არ არის. ნაცები ეგ არის საბავშვო ბაღი. არაბებს რატო ასახლებთ, კაცო? ამაზე გამეცი პასუხი რა. რა ნაცებზე გაიყიდეს პასუხი, კაცო? კი. ანუ ჩამოვასახლოთ? პასუხი რა არის, კაცო? ეგ გამეცით. და ეგ არის მანდა მთავარი აქ ეს არის. ხელისუფლება იყენებს ყველა მეთოდს. ეს არის, აი, რაც კი ამ მთავრობას რესურსი აქვს, საინფორმაციო, ყველაფერს იყენებს. და ამიტომ ყველა უნდა მივხვდეთ ამითი რას, რომ აი ამ საინფორმაციო ბრძოლას აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა, მეგობრებო. ამ ბრძოლაში ამდენს რო იყენებენ, იმიტომ აკეთებენ მაგას, რომ პოლიტიკაში მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა.